მე შემეშალა, როდესაც წინასწარ გამოვიტან ეს ინფორმაცია და ეხლა დავდებ ამაზე. Ამ განცხადების მიუხედავად მთავრობაში შესაძლო საკადრო ცვლილებების საკითხი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა. თუმცა ვინდა როდის გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან კვლავ უცნობია. დღეს პრემიერმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ერთ-ერთ მინისტრთან კითხვები არსებობს. საკადრო ცვლილებები ჯერ ესე დაგეგმილი არ აქვს. მე გითხარით, რომ რამდენადაც ჩვენი ხელისუფლება ძალიან გახსნილია და ძალიან გულწრფელია, იმასაც არ ვმალავთ, რომ შეკითხვები გვაქვს. კითხვები გვაქვს ერთ-ერთ სამინისტროსთან და ერთ-ერთ მინისტრთან. ეს მოგახსენებთ მხოლოდ იმისთვის, რომ მეჩვენებინა გულწრფელობა, რომ ამასაც არ ვმალავთ. და თუ ჩვენ მოახერხებთ და თუ ის სამინისტრო მოახერხებს და ლამაზად გასცემს პასუხს ჩვენს შეკითხვებს, მეც ბედნიერი ვიქნები და საზოგადოებაც გაიგებს, რაზე გქონდა საუბარი, თუ არა და გამომზეურდება და ნუ დავაჩქარებთ ამ პროცესებს. პრემიერის მსგავსად კონკრეტული მინისტრის დასახელებისაგან დღეს ისევ თავი შეიკავეს მთავრობის სხვა წევრებმაც. თუმცა როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, ცვლილება მხოლოდ ერთ მინისტრს შეეხება, რადგან ფანჩიკიძის თქმით, პრემიერი მინისტრების მუშაობით კმაყოფილია. ამ განცხადებამ გამოიწვია სხვადასხვა სახის ჭორები და მე მესმის ეს ძალიან კარგად, ყველას აინტერესებს საკადრო ცვლილებები. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ თუ დადასტურდა, რომ ის ერთი შემთხვევა, რომელზედაც არის ლაპარაკი, მართლაც სერიოზულია, ალბათ ეს იგულისხმა ბატონმა ბიძინამ, ამაზე საუბარი იგულისხმა, ეს იქნება ერთადერთი, რადგანაც მე რამდენადაც ვიცი და ვგრძნობ, იგი საერთოდ მინისტრთა კაბინეტის მუშაობით ძალიან კმაყოფილია. თუ პრემიერმა თქვა, რომ არ განიხილება, ესე იგი არ განიხილება. ხა პრემიერზე მეტი მე საერთოდ უნდა ვიცოდე. პრობლემები შეიძლება არის ამაც. საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი დავით საგანელიძე ამბობს, რომ საკადრო ცვლილებების საკითხი მმართველი გუნდის შიგნით ამ დრომდე არ განხილულა. ერთ-ერთი მინისტრის სავარაუდო მოხსნას კი საგანელიძე იმით ხსნის, რომ ბიძინა ივანიშვილი მინისტრებისაგან მაქსიმალურ მუშაობას მოითხოვს. კოლეგების მსგავსად მის ვინაობას არც უმრავლესობის ლიდერი ამხელს. პრემიერი მაქსიმალისტია, ყველასგან მაქსიმალურს ითხოვს და მასაც სურვილი ჰქონდა და აქვს იმის, რომ მაქსიმალურად შედეგი ჩანდეს. ამიტომ ალბათ მისი განწყობაც, რომ შეიძლება გარკვეული საკადრო ცვლილებები იყოს საჭირო, ის უფრო კარგად ხედავს ბუნებრივია მთავრობაში არსებულ სიტუაციას, ვიდრე ჩვენ პარლამენტის შენობიდან. მაგრამ სიმართლე გითხრათ, მე ნამდვილად არ მაქვს იმის განცდა, რომ დღეს რომელიმე სამინისტრო ვერ ასრულებს ისე საქმეს, რომ მინისტრის საკადრო ცვლილება უნდა იყოს საჭირო. ასეთვისა მე ამას ვერ ვხედავ ჩემი გადასახადიდან. შეიძლება სიღრმეებში სხვანაირად ჩანდეს. მას შემდეგ, რაც პრემიერმა საკადრო ცვლილებასთან დაკავშირებით პირველი განცხადება გააკეთა, საკუთარი ვარაუდები გამოთქვეს ექსპერტებმაც. თემურ გიორხელიძემ დღეს დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 7-თვიანი მუშაობა არადამაკმაყოფილებლად შეაფასა. თუმცა მისივე თქმით, საკადრო ცვლილებები ბუნებრივი მოვლენაა, რადგან ქვეყანაში მძიმე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობაა. არ მომწონს და შედეგი არის და საყოველთაოდ აღიარებულია, რომ სოფლის მეურნეობის ყველა მიმართულებით ნაბიჯები რაც იყო, შედეგი არ არის და ცუდი სქემები არის ნამდვილად. მე ძალიან ვერ ვგებულობ 2.5 მილიონამდე მგონი ჩვენი მოქალაქე გარეთ არის გასული, ყოველ შემთხვევაში 2 მილიონამდე მაინც დიასპორა არის უზარმაზარი, იქ არის წარმატებული ბიზნესმენები, მათ საქართველოში ბიზნესი უნდათ, მაგრამ დიასპორის მინისტრი საერთოდ რა საქმიანობას ეწევა, გინდათ ხრათ სიმართლე არ ვიცი. ზოგიერთი მედია საშუალებით გუშინ გავრცელებული ინფორმაცია, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროში პროკურატურა შევიდა, არ დაადასტურა არც სამინისტრომ და არც მთავარმა პროკურატურამ. რაც შეეხება კითხვას, შესულია თუ არა პროკურატურა სოფლის მეურნეობის სამინისტროში, შემიძლია გითხრათ, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროში პროკურატურა ნამდვილად არ შესულა. და დაგიდასტუროთ, ანუ აყო კონკრეტული ქმედება, რაც უკვე არსებულია ტექნოლოგიაში, რასიდამს გამოძება, ხმა ნამდვილად არ შეგიძლია. ერთ-ერთი მინისტრის მუშაობით უკმაყოფილება ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე დღის წინ გამოთქვა. პრემიერი ამბობდა, რომ შესაძლო საკადრო ცვლილებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება გუნდში ვითარების გარკვევის შემდეგ გახმაურდება.